2013 წლის ყველაზე ლამაზ ქართველ გოგონას სულ რამდენიმე კვირაში გამოავლენენ. იმიჯ ცენტრში დიდი აურზაურია. მონაწილეები ფინალისტვის ემზადებიან, ფოტოსესიის ხელოვნებას ეუფლებიან და დღეებს დამღლელ ვარჯიშებში ატარებენ. Miss საქართველოს 2013-ის კონკურსანტები შერჩეულები არიან, ჩვენ აქტიური მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს და დღეს ამ ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ანუ ფოტოსესია. ჩვენ გეგმავთ, რომ ძველი ახალი წლისთვის დავასრულოთ მოსამზადებელი პერიოდი. ფინალური შოუს მონაწილეებმა თავი კიკალა სტუდიოში მოიღარეს. გოგონების ფოტოსესია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შენიშვნებს ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანისგან, თავად ია კიწმარიშვილისგან იღებდნენ. სწორად სიარულს და კამერის წინ პოზირებას სწავლობდნენ. ესეთ რეჟიმში მუშაობა ზოგადად რთულია, მაგრამ როდესაც გვეხმარებიან და გვიქმნიან გარემოს შესაბამის, რა თქმა უნდა, გვიმარტივდება. პრესტიჟულია და ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ბევრ ამაში დამეხმარება. 20 წლის ვარ და ჯავახიშვილში სწავლობ იურიდიულ ფაკულტეტზე. გარდა ამისა, ცეკვა სოხიშვილში და მოხდი ამ კასტინგზე. 23 წლის ვარ პროფესიით ჟურნალისტი, რუსთავიორში მუშაობ, სტაჟორი ვარ. ასე რომ ყოველთვის მიწევდა ხოლმე კადრის უკან გამოჩენა და ახლა კადრის წინ მომიხდა, ასე ვთქვათ. წლევანდელი ნაკადი აშკარად გამორჩეულია. მართალია მის საქართველოს ტიტულისთვის ამ სფეროში ძირითადად გამოუცდელი გოგონები იბრძვიან, თუმცა გამარჯვების мотиваცია აშკარად ყველას აქვს. ნინი ბიბილაშვილი 24 წლის დავამთავრე დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ამჟამად მუშაობ. მე ვარ 19 წლის და ჯერჯერობით ვსწავლობ. კონკურსში პირველად ვიღებ მონაწილეობას, ჩემი პროფესია და მოდა ცოტა შორს არის ერთმანეთისგან, მაგრამ მე მგონი ორივეს კარგად გავართმევ თავს. ბავშვებს შორის არ მეგონა თუ ესეთი სიმკაცრე იქნებოდა და ესეთი დაკავებულები ვიქნებოდით, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმას, რასაც დღეს ვაკეთებ. მის საქართველოს 2013 სულ რამდენიმე კვირაში იანვრის ბოლოსკენ გამოავლენენ. გამარჯვებული გოგონა ტრადიციულად მის მსოფლიოზე გაემგზავრება. სხვადასხვა ტიტულის მფლობელი ლამაზმანები კი საერთაშორისო კონკურსებში მიიღებენ მონაწილეობას.